ამაღლების ღამეს ბათუმელები უჩვეულო მოვლენის მომსწრეები გახდნენ. ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა. წმინდანთა ხატების გამოსახულებიდან ახლა ყველაზე უკეთ ღამით არის შესაძლებელი. საავადმყოფოს 10-მდე ფანჯარაზე ამ დროისათვის ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მაცხოვრის ხატებია გამოსახული. ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და მაცხოვრის გამოსახულებები ანგისის ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრების მინებზე ამაღლების ღამეს გაჩნდა. უჩვეულო მოვლენა პირველად ერთ-ერთმა პაციენტმა შენიშნა. პალატაში 2 წლის პატარა მკურნალობს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო. ექიმების დახმარებით და მაგისი მოვლენით უკვე სიცხე არ აქვს ბავშვებს, ძალიან დიდი სიცხე ჰქონდა, რომელიც იმათ ვარაუდობდით რამე მათ ჰქონდეს რამე ინფექცია შეჭრილი. ხო და არაფერი დღეს სიცხე ბავშვს არ აქვს, რომელსაც კარგად ცნობს თავს. გამოსახულებები განსაკუთრებით მკვეთრი ღამის საათებშია. ფანჯრების მინებზე წმინდანების გამოსახვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო. თვითმხილველების განცხადებით ამ ხნის განმავლობაში გამოსახულებები ფანჯრებზე პერიოდულად ჩნდებოდა. მართლა სასწაულია, იმედი გვაქვს კარგის მომასწავლებელი იქნება. ღამე უფრო აშკარად ნათლად ჩანს. ეს მართლაც რაღაცის ნიშანი არის და მერთის მადლით კარგი იქნება. ღვთისმშობლის ხატია, წმინდა გიორგის შევამჩნიე მაგალითად და მე მგონი რომ ვინიღაცა მთავარანგელოზი ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გამოსახულება ძალიან ისეთია და რა ვიცი, ეს ყველაფერი მანიშნებელია იმის, რომ ხალხი უფრო უნდა გაზნიერდეს, უფრო უნდა მოექცეს ეკლესიისკენ. დედასა და ბავშვთა ცენტრში დღეს სასულიერო პირებიც მივიდნენ. უფლის მორიგი სასწაული, ასე აფასებენ ისინი უჩვეულო მოვლენას. თურისი მომასწავლებელია წმინდანთა გამოსახვა საავადმყოფოს ფანჯრის მინებზე, ამაზე საუბარი სამღვდელოების წარმომადგენლებს უჭირთ. თუმცა დარწმუნებით ამბობენ, რომ საზოგადოებამ უფალი უფრო მეტად უნდა იწამოს. სასულიერო პირები ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრებზე გამოსახულ წმინდანებს პერიოდულად დააკვირდებიან. აშკარად არის გამოსახული აი თქვათ ალბათ გვერდით არის მაგალითად ნათლისღების სცენას გავს ეს. ერთი ადგილი მეორე მხრიდან არის უფრო ამაღლების ხატი არის გამოსახული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ასეთ სასწაულებს თან ცოტა ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ ამ საკითხს, იმიტომ რომ აი ასე უცბად რაღაც აჟიტირება არ უნდა მოხდეს საერთოდ მორწმუნის და მოსახლეობის. საავადმყოფოში ასეთი უჩვეულო მოვლენის მოწმენი პირველად გახდნენ. მომხდარის შემდეგ დედასა და ბავშვთა ცენტრში გადაწყვიტეს, რომ აქ პატარა სამლოცველო მოაწყონ.